რატომ ამოიფრქვება ვულკანი? დედამიწის შუაში მეტალური ბირთვია, შემდეგ თხევადი მაგმა და ბოლოს მყარი ქერქისგან შემდგარი ზედაპირი. ეს შრეები თავის მხრივ იყოფა დამატებით პატარა ფენებად. ქანები ბირთვსა და დედამიწის ზედაპირს შორის იმდენად მაღალი წნევის ქვეშაა მოყოლილი, რომ ცხელდება და თხევად მდგომარეობაში გადადის, რასაც მაგმას ვუწოდებთ. ეს შეიძლება შევადაროთ გაზიანი სასმელის ბოთლს, რომელშიც დაგაზული სითხეა და თავის მოხდის შემთხვევაში სასმელი თავისით გადმოდის. ახლა რომ რეკლამის დამკვეთი მყავდეს ამ სეგმენტიდან აუცილებლად დავასახელებდი კონკრეტულ გაზიან სასმელს, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ არის. დედამიწის ქერქს ყველგან ერთნაირი სისქე არ აქვს, ამიტომ იქ, სადაც მაგმა ზედაპირთან ახლოსაა, მაღალი წნებით აწვება მიწას, ჩნდება ბზარი, იწყება მაგმას ამოფრქვევა და მისი გაზებისგან განთავისუფლება. მაგმა გადაიქცევა ლავად. ტკბილი სასმელის გაზისგან განსხვავებით, ვულკანურ გაზებს ცეცხლი ეკიდებათ. ამიტომ ისინი ვულკანის ყელში მძლავრ აფეთქებას ახდენენ. აფეთქება იმდენად დიდია, რომ ამოფრქვევის ადგილზე უზარმაზარი ორმო რჩება. იგივე კალდერა, ჩამქრალი ვულკანის ყელს კი კრატერი ეწოდება. რატომ იკრავს მაგნიტი მხოლოდ მეტალს? სინამდვილეში მაგნიტი ყველაფერს იკრავს. თუ მისი მაგნიტური ველის სიმძლავრე დედამიწისაზე 100,000-ჯერ მეტი იქნება. ნივთიერება შედგება ატომებისგან. ატომები კი ბირთვისა და მის გარშემო მოძრავი ელექტრონებისგან. ატომის გარეთ აშრეზე მოძრავი ელექტრონები არიან მგრძნობიარე მაგნიტური ველის მიმართ. სწორედ ეს ელექტრონები განსაზღვრავენ ნივთიერების მაგნიტურ თვისებებს. მეტალებში ატომები განსაკუთრებულად არიან განლაგებული. ამიტომ ელექტრონები მაგნიტის ზემოქმედებას სხვა ყველა ატომებსაც მოწესრიგებულად გადასცემენ. ყველა ატომი ერთდროულად მიიზრდება მაგნიტისკენ, ან ყველა ერთდროულად განიზრდება. არამეტალებში კი ზოგი ატომი განიზრდება, ზოგი მიიზრდება, რაც სამეულის შესუსტებას იწვევს. ამიტომ ასეთი ნივთიერებების მიზიდვა მხოლოდ ზედძლიერ მაგნიტს შეუძლია. სად შეიძლება ყველაზე ბნელი ცის ნახვა დედამიწაზე? ცაც თავისი ატმოსფეროთი და სხვა არამანათობელი ობიექტებიც მაშინ არის ყველაზე უფრო ბნელი, როცა მათ მზის, ბარის, დიდი ქალაქებისა და სხვა წყაროების სინათლე არ ანათებს. ყველაზე უფრო ბნელიცა იქნება იქ, სადაც სუფთა ნაწილაკებისგან თავისუფალი ჰაერია. კიდევ უფრო ბნელი, სადაც თვითონ ჰაერიც ცოდაა. ამიტომ მაღამთაში ცა დღეც კი მუქი ცისფერია, ხოლო ჰაერისგან თავისუფალ კოსმოსში შავი. ასეთი რამ დედამიწაზე ეკვატორულ ზონაში ხდება, ჩრდილოეთ და სამხრეთ ტროპიკებს შორის, სადაც მზე ზუსტად ზენიტში ადის, ანუ პირდაპირ დამკვირვებლის თავს ზემოთ. შესაბამისად, ღამისაზე დამკვირვებელი ზუსტად ამ წერტილის საპირისპირო პლანეტის მეორე მხარეს უნდა იყოს. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.